იმ პერიოდში ვინ იყო ქართული ჯარის სარდალი? იმიტომ რომ მე მახსოვს რომ მაშინ პოლიტიკოსები იყვნენ სპიკერები. მე არ ვიცი ისინი მართავდნენ თუ არა საჯარისო დაწესებულებებს და გასცემდნენ თუ არა ბრძანებებს ბრძოლის ველზე. მაგრამ ხალხთან, ხალხის თვალში ჩვენ არ ყავდა მაგალითად გმირი გენერლები, გმირი ჯარისკაცები ყავდა, მე გაირკვა, მაგრამ აი გმირი სამხედრო მეთაურები არ ყავდა, მეთაურობას თავის თავზე იღებდა პოლიტიკოსები. ეს მე მეჩვენებათ იმ პერიოდის გადმოსახედიდან თუ აი რეალურ ხელმძღვანელობას თქვენ ანუ რეალურად ვისი იმედი გქონდათ? იცი მე მგონი ეს მაინც ტელევიზიის კადრებით შექმნილი შტაბ-შტილება, თუმცა შესაძლებელია რაღაც მომენტშიც მართალიც იყოს, იმიტომ რომ თავდაპირველი გეგმა იქნა შეცვლილი. და ჯარს კი სარდლობდა, რა თქმა უნდა, შეიარაღებული ძალებს, თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალებს, ხელმძღვანელობდა გენერალი ზაზა გოგავა, რომელმაც საპარლამენტო დროებითი კომისიის წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ოფიციალური ღირსებით და პირდაპირობით თქვა ისაც მანამდე არ უთქვია. მან თქვა, რომ კოდორის ხეობიდან იპყრობის შეიარაღებული ძალების გამოსვლის ბრძანება მან გასცა და რომ ჯარი უფრო ადრე გამოვიდა ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობა და მან ვერ მოასწრო პირდაპირ თქვა საზაგოგავამ პირუთმელად. ეს მე ვფიქრობ, რომ ღირსეული გენერლის საქციელი მან თქვა ეს. ვერ მოასწრო, რადგან არის ესეთი რამე თქვა ზოგჯერ ვითარება ომის დროს, ოდესაც ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ. საზაგოგავა მართავდა შეიარაღებულ ძალებს, артиლერიას, ჩვენს კოზირს, შეიარაღებული ძალების კოზირს ხელმძღვანელობდა დევი ჭანკოტაძე, გენერალი, რომელსაც ომის დასრულებიდან, საბრძოლო მოქმედებების, ვიყოთ კორექტულები დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამარჯვების ორდენი მიანიჭა.